საქართველოს მელიორაციამ ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალურ არხზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყალუზრუნველყოფა და სერვისის ხარისხი. მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთები რკინა-ბეტონით მოპირკეთდა. გაკეთდა ბორდიურები არხის ორივე მხარეს, ხოლო ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მათ შორის წყალგამშვებს, ხიდებსა და აღვარსაშვებს. თითქმის 3 კილომეტრამდე ქვემო მაგისტრალური არხის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ უშუალო მოსახლეობა არის ძალიან კმაყოფილი აღნიშნული პროექტის განხორციელებით. განვითარდება სოფლის მეურნეობა სოფელში. დღეს მდგომარეობით მრავალ ჰექტარზე არის უკვე გაშენებული როგორც სიმინდის ბაღები, ასევე იონჯა, ასევე შვრია. დაიწყეს ვენახების გაშენება, რიგ შემთხვევებში ხეხილის ბაღები არის უამრავი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება კიდევ ცენტრალურ არხებს, რომელიც არა მარტო გამარჯვებისთვის, თითქმის ყველა იმ დასახლებული პუნქტისთვის, ვინც კი ამ არხით სარგებლობს, ყველასთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.